საღამოშვიდობისა, ჯირფოსო მეგობრებო. ეთერშია გადაცემა იმედის თვალსაჩინო. Განსხვავებით თქვათ აკადემიურ თვალსაჩინო და მისი უცვლელი წამყვანები ამ ბოლო ხანებში საალნემსაძე გენადრეშვილი თქვენს სოთქა განკარგულებაში ვართ. დღეს ჩვენი გადაცემა გვინდა დავიწყოთ იქიდან საიდანაც დავამთავრეს წინა გადაცემა. ბატონო, ჩვენ ვსაუბრობდით შავი ზღვის პრობლემებს. იმ ასე ვთქვათ, მძიმე სიტუაციაზე, რომელიც შავი ზღვის გარშემოა. და ჩვენ მოუწოდეთ გარკვეულ მთავრობებს, უпроსტად იმ სახელმწიფო მეთაურებს, რომლებიც შავი ზღვის გარშემო არიან განლაგებული, მათ შორის ჩვენ სახელმწიფო მეთაურებსაც, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცნენ ამ საკითხს. თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენს არსენალშია საშუალებები, რომელსაც საშუალებითაც კარგი, ასე რომ ვთქვათ, ლაბორატორიების საშუალებით შეგიძლიათ გადაარჩინოთ შავი ზღვა და შეეჭიდოთ ამ ურთულეს საქმეს. აი რა ქონდა მხედველობაში, როცა ამაზე საუბრობდით? ისევ დავბრუნდებით კვანტურ ფიზიკაში. იცით, კვანტურ ფიზიკას აქვს სასწაული საშუალებები. ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ კვანტური ფიზიკა, ეს ხვალინდელი დღე არის, რაც უფრო თქვათ მეტი დრო გავა, უფრო მეტ საინტერესო ინფორმაციას მოგვიტანს, არა მარტო ჩვენ, საერთოდ მთელ დედამიწას. და აქედან გამომდინარე, იქ არის თავისი კანონები. და ამ კანონების მიხედვით გამოდის, რომ ნებისმიერ პროცესში შეიძლება კვანტური ფიზიკის საშუალებით ჩაერიოს მეცნიერი. რას ნიშნავს ეს? ჯერ ერთი იქიდან დავიწყოთ, რომ ნებისმიერ, ესე ვთქვათ, DNK-ში, ქრომოსომაში მიმდინარეობს კვანტური მექანიკის საშუალებებით რაღაც გარკვეული პროცესები. და აქედან გამომდინარე, რადგანაც იქ სულ ყველაფერი ჩაწერილია, მთელი ინფორმაცია ჩაწერილია, გამოდის, რომ მაგის პირველ რიგში წაკითხვა შეიძლება, მეორედ კიდე კარნახით შეიძლება იმ დონეზე, ის რასაც ქვია ქრომოსომა. აქ ძალიან საინტერესო ის არის, რომ ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის სულ ეს პროცესი, რაც ქრომოსომის დონეზე მიმდინარეობს. მაგრამ ფაქტია, თვითონ თავის დროზე 1940 წელს ერთ-ერთი დიდი ბიოლოგი, ბიოლოგიაში ცნობილი პიროვნება კრიკი თქვა, რომ ქრომოსომას აქვს თავისი ინტელექტი. და ის არა მარტო ასრულებს რაღაც გარკვეულ ფუნქციებს, არამედ ის ღებულობს ინფორმაციას კოსმოსიდან, აამუშავებს ამ ინფორმაციას და მერე გადაეცემა ეს უყოლა იმ უჯრედს, რომელიც თქვათ იმ ორგანიზმში არსებობს. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ აი ამ საშუალებით ელექტრომაგნიტური დავარქვათ ესე ველით, შეიძლება ნებისმიერი კარნახი მისცენ ნებისმიერ ატომს, ნებისმიერ მოლეკულას. ანუ ბრძანება მიცეთ. კი. და თუ ეს ბრძანება დავარქვათ ესე, იქნება ისეთი, რომ ქრომოსომა, თქვათ, მოლეკულა მიიღებს უარსარითუს, ესე ვთქვათ, აუცილებლად შეცვლის თავის რაღაც გარკვეულ ფუნქციებს. აი ამ პრინციპით შეიძლება ნებისმიერი, თქვათ, პროცესი, რომელიც გამოიწვია რაღაც გარკვეული არა, თქვათ, სწორი გადაცემა ინფორმაციის სამყაროში შემოტრიალდეს უკან. და რადგანაც ეს პროცესი რეალურია და ამ დროს ისევ კვანტური მექანიკის საშუალებით გამოდის, რომ აი ამ ინფორმაციას ის უჯრედი, ან თქვათ ის ქრომოსომა ეგრევე გადასცემს მთელ ეს შავი ზღვა იქნება თუ მთლიანად ოკეანე, ნიშნულობა სულ ყველა სხვა მოლეკულას. კი, ეგრევე გადასცემს. იქ დროც აღარ ჭირდება, ეს მოხდება იმავე წამს. და აქედან გამომდინარე, თუ ეს ინფორმაცია იქნება
ну იმ დონემდე რომ პირველში საქმე უნდა იყოს ჭეშმარიტი და მეორე იმ დონეზე იქნება რომ სხვა უჯრედი ამ ინფორმაციას მიიღებს ის უჯრედი შეასრულებს იმ მისიას რაც კარნახი შევა შიგნით ესე იგი თქვენ ახ იქით მიანიშნებთ რომ ეს შეიძლება უცებ მოხდეს ამის პროცესი რო დაიწყოს ხო უცებ დაიწყოს დიდი პროცესი თვითონ პროცესი შეიძლება მე დრო ის შეუცება თუ იქნება მე ბოლოს მიაღწევს თავის მიზანს ну შეიძლება გზა და გზა კიდე რაღაცა გარკვეული ესე ვთქვათ ინფორმაციის მიწოდება დაჭირდეს აუცილებლად დაჭირდება იმიტომ რომ მაინც იქ სხვა შრეებია ხო აი მაგაზე უნდა მეკითხა შემდეგ შეკითხა მაგაზე მოდიო და არის შავი ზღვა წარმოვიდგინოთ როგორც ავადმყოფი ორგანიზმი ახლა ჩვენ ავადმყოფთან გვაქვს საქმე ჩვეულებრივად თქვენ როგორც ექიმი ჰომეოპათი ამას უყურებთ როგორც ცოცხალ ორგანიზმს ბუნებრივად ცოცხალი ორგანიზმია ესე იგი თქვენ გაქვთ სხეული ავადმყოფის და დაახლოებით იცით როგორ უნდა მოარჩინოთ იგი და თქვენს არსენალში არის ახლა იმის საშუალება რომ აი დაუშვათ წარმოვიდგინოთ რომ ბევრი ლაბორატორიებია თქვენი განკარგულების ქვეშ და მართლაც პროცესს და ამ წუთას თუ გაქვთ რამე ისეთი რომ შეიძლება დადებითად იმოქმედოთ ჩავზღვაზე აუცილებლად აქ მთავარია პრინციპი იცით აი მე ამის წინ თქვი კი პრინციპი ნაპოვნი გაქვთ თქვით ამის შესახებ აქ პრინციპია სწორი კარნახი რომ ისე უჯრედს და უჯრედს თვითონ აქვს საშუალება რომ რაღაც გარკვეული პროცესი ჩართოს ეს რეგენერაციის პროცესები ესე დავარქვათ უჯრედს როგორც ნებისმიერ ატომს სამყაროში აქვს თავისი ინტელექტი თავისი აზროვნება აქვს ეს არ ხდება ის კვტარი არ არის გასაგები ის ასრულებს რაღაც გარკვეულ ფუნქციას და ის არა მარტო ფუნქციას ასრულებს ის უყოლა ატომთან დაკავშირებულია იცით ეს თავის დროზე ისევ კრიკმა თქვა რომ აქ უჯრედს თავისი კანონები არსებობს რომელიც დაკავშირებულია არ არის მარტო ფიზიკასთან ან მარტო თქვათ ქიმიასთან არამედ აქ მაშინ არ იყო კი იყო სიტყვა კვანტური მექანიკა მაგრამ იმ დონემდე როგორც დღეს არის განვითარებული არ იყო ეს თემა. კიდევ ერთი უნდა შეგაწყვეტოთ რომ ბოდიჟიხტით. ეხლა ჩვენ ვიცით რა არის დაავადება. ჩვენ ვებრძვით ამ შემთხვევაში წყალბადის ზეზანს. ანუ იმას რომელიც უნდა გავაჩეროთ რომ არ მოხდეს მისი ამოფრქვევა. რაც გამოიწვევს არა მარტო გავაჩეროთ, დავაპატა. ხო, ესე უნდა გავაქროთ, ხო? ესე ჩავთვალოთ რომ მაგის გაქრობა არც გჭირდება ჩვენ რაღაცა რაოდენობა. ან შევაჩეროთ მისი შევაჩეროთ, კი უნდა დაბრუნდეს თავის უნებრივ დონეზე. იყო ესე იგი 200 მეტრ სიღრმეზე, 400 მეტრ სიღრმეზე და ეხლა 200 იყო, ეხლა 400. ამოვიდა ზემოთ. ესე იგი თლიანად ამდენი შრაგ და ესე იგი ამის ანუ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ოპერაცია რომელიც გვაქვს ამ წელს ვიცით როგორ უნდა უკურნოთ მას რომ ეს უჯრედები, ეს ატომები, ეს კვანტები რომელიც აქ მოძრაობენ იყვნენ ჩვენი მოკავშირეები ამ ომში. ანუ როგორც მე თქვი, ნებისმიერ კვანტს აქვს თავისი აზროვნება დიახ, კი. თავისი ალბათ ემოციებიც კი. და როდესაც გარედან შედის რაღაც გარკვეული ინფორმაცია გაჩნია რა სიხშირის, რა სიძლიერის ინფორმაცია იქნება, ის ერევა აი ამ პროცესში და ცulis რაღაც გარკვეულ, ესე ვთქვათ, ერთმა ძალიან ჩვენმა მაყურებელმა ძალიან მარჯვე კითხვა დაგვისვა, ის შეიძლება ითქვას ძალიან კარგი კითხვა დაგვისვა ამ შესახებ, რომ ეს დაბინძურება გრძელდება შავი ზღვის. ჩვენ ჯერჯერობით ამას ზღაპარშია რომ გავაჩეროთ. აი, რამდენად ეს დაბინძურება, რამდენად იმოქმედებს აი თუნდაც იმ ასე ვთქვათ, კურნალობის პროცესის დაწყებას, რომელსაც თქვენ ნაპირებთ დაიწყოთ, თუ შესაბამის ხელშეწყობილ პირობები იქნება. ეს ხო გრძელდება ეს დაბინძურება, როგორ ამას ვერავინ ვერ გავაჩერებს ჯერჯერობით. არა, იცით, თუ ზოგადად არსებობს მიზეზი და ამ სამწუხაროდ მიზეზს ჯერჯერობით ვერ გავაჩერებთ, იმიტომ რომ ნებისმიერი, თქვათ, პროცესი, რომელიც ასრულებს იგივე, თქვათ, ნებისმიერი თქვათ მანქანა, სადაც იწვება რაღაც გარკვეული რაოდენობა ბენზინის, საწვავის, ის პრაქტიკულად იგივე არის, როცა ატომური პროცესი. საბოლოოდ ის გამოყოფს რაღაც გარკვეულ
ენერგიას. ეს ენერგია რადგანაც მოიმატა დედამიწაზე ზოგადად 100 წლის უკან არ იყო ამდენი თქვათ მანქანა, არ იყო ამდენი ბენზინი, რომელიც იწვება და ეს რაც პროდუქტი რჩება ამ თქვათ პროცესის დროს ხაერში ხდება და ეს მიდის მაინც ამ ზღვაში, ამ ჩვენ საბოლოოდ, კი, საბოლოოდ, იმიტომ რომ ჯერ ერთი არა მარტო ზღვაში, მაგრამ ნუ თქვათ კოსმოსშიც ადის. ამ შემთხვევაში ჩვენ შავ ზღვაზე გვაქვს საუბარი, ესე იგი მაინც ხდება ამის დაბრუნდება უკან. ხო, მაგას ვამბობ. აუცილებლად ხდება შავ ზღვაში. იგივე თქვათ ქიმიური საშუალებები, რომელიც ხმარობენ ჩაედინება 1000 გვარი რაღაც უბედურება კიდე. სოფლის მეურნეობაში. იცით ეს ყველაფერი არაბუნებრივია. დედამიწაზე სანამ ჩვენ მოვიდით აქამდე რაღაც გარკვეული პროცესი იყო, რომელიც გრძელდებოდა რაღაც გარკვეული 1000 საუკუნის დროს. და რაც არსებობს ეს შავი ზღვის განმავლობაში. მაგრამ ბოლო წლებში განსაკუთრებით დედამიწა და თავისი ევოლუციური გზა გაიარა აი ამ პერიოდში, ხო? რამდენიმე მილიონი თქვათ წლების განმავლობაში და ეხლა ზოგადად ბოლო 100 წლებში 100 წელში კი ვცვლით აი ამ გენეტიურ მეხსიერებას და საწყალი იგივე თქვათ ნებისმიერი უჯრედი რომელიც შეძდევს რაღაც გარკვეული გენით ინფორმაციის და იცის რაც უნდა შეასრულოს ეს ინფორმაცია იცვლება და ის თქვათ უჯრედი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. აი როცა გენეტურ მეხსიერებას ვცვლით, ვერებით ხო გარკვეული წვეთები იქნება თუ სხვა რასაც თქვენ მოახერხებთ ამ განმავლობაში და უარყოფითად ხო არ შევცვლით ამით. რამე შეცდომას ხო და ამ შემთხვევაში რა ხდება შეცდომის დაშვების შემთხვევაში? დავიწყოთ იქიდან რომ თვითონ ეს მეთოდი რომელსაც მე უკვე დიდი ხანია ვხმარობ უარყოფითად არ მოქმედებს. მაგრამ შედეგი შეიძლება არ იყოს. გასაგები. კი. და აქედან გამომდინარე ის რაც მე ვთქვი რომ აუცილებელია რაღაც გარკვეული ლაბორატორია სადაც გაკეთდება უამრავი რაღაც გარკვეული ცდები სხვა მეცნიერებთან ერთად და მოირჩევა რაღაც გარკვეული კონკრეტული სწორი გზა რომელსაც მე უნდა გავყვეთ რომ ისე ზოგადად ვამბობ რომ დრო არ დაიკარგოს ტყუილად შეიძლება ჩვენ ჩავატაროთ რაღაც გარკვეული პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში და ვერ მივიღოთ საერთოდ შედეგი და ეს დრო იქნება დაკარგული. აი ეს დრო რომ დაიკარგოს, სანამ თქვათ ეს პროცესი გადავა აი ამ დიდ აკვატორიუმზე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ლაბორატორიაში. იგივე აი ამ წყალზე რა პრობლემაა. ავიღებთ აი თქვათ შავი ზღვის რაღაც გარკვეული რამდენიმე ლიტრა წყალი და ლაბორატორიის ზონაზე სხვადასხვა ადგილებიდან რა თქმა უნდა. სხვადასხვა ადგილები და სიღრმის. დიახ. იმიტომ რომ მაგას აქვს თავისი უკვე შემადგენლობა, რომელიც იცვლება. და გაკეთდება ლაბორატორიის ზონაზე რაღაც გარკვეული ცდები, იგივე არაქიმიური საშუალებებით. რა თქმა უნდა. კი, ეს იქნება ისევ კვანტური მექანიკა, რომელიც ფლობს, ისევ ზოგადად ვამბობ, რაღაც გარკვეულ ველებს. და აი ამ ველით უნდა ჩვენ შევცვალოთ აი ეს პროცესი, რომელიც უკვე რატომღაც უარყოფითად შეიცვალა. და ის დავაბრუნოთ ეს პროცესი უკან. ამის გაჩერება არის, ჯერ პროცესი უნდა გაჩერდეს და დაიწყოს ახალი პროცესი. იცით, ისევ იმას ვამბობ, რომ თუ ადამიანობა არ შეცვალა ის რაღაც გარკვეული არასტანდარტული საშუალებები, რითაც გამოიწვია ეს ყველაფერი უარყოფითი, აუცილებლად ახლო მომავალში სერიოზული პრობლემები შეიქმნება მთელ დედამიწაზე. აქ ძალიან საინტერესო ფაქტია, იცით, რაც ამ ბოლო ხანებში, ნუ ამ ბოლო თქვათ 100 წლის განმავლობაში შეიცვალა გარემო, ნუ ეს არის ძალიან დიდი დატვირთვა თვითონ იმ გენს, რომელიც იყო წარმოიქმნა რაღაც გარკვეული დიდი დროის მანძილზე. და ეს სულ ყველაფერი ხო წარმოიქმნა რაღაც გარკვეული კარნახის საშუალებით, ხო, საიდანაც ოღონდ უარყოფითი მიმართულებით აქვს. არა, ჯერ დადებითად და ელოდება ისევ დადებით ინფორმაციას და ეს თქვა ჩვენი არასწორი ფუნქცია ადამიანების შეცვალა ეს ინფორმაცია. აი ინფორმაცია უნდა შეიცვალოს
დადებით ახლა ბატონო საერთოდ ეს ცხოვრება არის კეთილის და ბოროტის ბრძოლა. თუ ასე ხდება ამ შავ ზღვის დაბინძურება და მიდის შეუქცევადი პროცესები უარესობისკენ. ხო არსებობს ამ შავ ზღვაში რაღაც ესეთი ნაწილაკები, როგორც კვანტი რაღაც, რომელიც ამის წინააღმდეგია, აუცილებლად იარსებებს, ხო? სხვანაირად ხო შეიძლება რომ იყოს. აი ალბათ ამის გაძლიერება უნდა მოხდეს თქვენი წამლების საშუალებით ან თქვენი ჩარევის შემდეგ. რაც თქვენ კარგად ამბობთ, რომ დადებითად რაღაცები არის, ხო? ბიბლიაში პირდაპირ წერია, რომ ადამიანობა თუ თქვათ არასწორად იაზრებს თუ არასწორად იცხოვრებს, იქნება ძალიან სერიოზული ესე თქვათ კატაკლიზმი. და ეს კატაკლიზმა ალბათ აუცილებლად იქნება, არ ვიცი, რამდენი წელიწადში, 1000 წელიწადში თუ 2000 წელიწადში საბოლოოდ, იმიტომ რომ დედამიწას აქვს თავისი რესურსი და ეს რესურსი თუ თქვათ ზოგადად რაც შეუძლია დედამიწას დამთავრდა, იქნება სერიოზული პრობლემები, მაგრამ ჩვენ ამ პროცესს ვაჩქარებთ კიდე. მე არ მინდა ახლა მე ალბათ შევცდები კიდე არასწორს ვიტყვი, მაგრამ თუ ესე გაგრძელდება არასწორი ექსპლუატაცია სულ ყველაფრის რაც ჩვენს გარშემო არის, მე არ ვიცი 10-20 წელიწადში დაიწყება ძალიან სერიოზული პრობლემები, ძალიან სერიოზული. და მე ისევ და ისევ ვაკვირებს ის ხალხი, ვისაც თქვათ ესე ფლობს რაღაც გარკვეულ საშუალებებს და რომელიც მართავს ამ დედამიწას, ესე ვთქვათ, ამ თემაზე ფიქრობენ, არ ფიქრობენ, არ ვიცი, ალბათ მაგათ შეაქვს რომ დრამე თუ კატაკლიზმა დაიწყება, ისინი სადღაც დაიმალებიან. ვერავინ ვერ გაიქცევა ღმერთის სასჯელს. აუცილებლად, ვერც ერთი ფული არ ეშველის არავის და ვერც ერთი კატაკომბას არ შეიძლება შევიდეს. ესე იგი, ბატონო, მე ახლა როგორც გავიგე, ჩვენ ახლა მაინც რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, მაინც ხარჯზე საუბარი გამოდის, ამიტომ ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიმართოთ იმ მთავრობას, რომელთანაც გვაქვს საქმე, რომლის ხელმძღვანელობითაც ცხოვრობთ და ალბათ ამ ახალწლების შემდეგ ჩვენ მოახერხებთ რაღაც მოხსენებითი ბარათის მაგვარი მივმართოთ პრემიერ-მინისტრს ხელისუფლებას, რომ ერთ სიტყვით ამ საკითხზე დაგველაპარაკოს. ეს გლობალური პრობლემა არის. გლობალური და ხო და დავიწყოთ საქართველოსდან. ნუ ვიღაცა მაინც მაგას დაიწყო. არა, დაიწყებს კი როგორ დაიწყო. უამრავი ორგანიზაციები არსებობს, უამრავი ინსტიტუტები, რომელიც ამ თემაზე მუშაობენ. მე არ ვიცი, ალბათ საქართველოშიც არსებობს მსგავსი რამე და ვიღაცა მუშაობს ამ მიმართულებით. სამწუხაროდ მე ამ ხალხს არ ვიცნობ. მაგრამ არ იცვლება, ხო? არაფერი არ იცვლება გერგერობით. პროცესი არ იწყება. აი მაშია საქმე, ხო, მაგას. პროცესი ისეთ აი არ ჩანს არც ერთ შემთხვევაში თქვათ, რომ ეგ პროცესი დაიწყო და კი არსებობს რაღაც გარკვეული საშუალება, რომელიც ცვლის დღეს ისევ ქიმიურ თქვათ კომპონენტებს, რომელსაც ხმარობენ სოფლის მეურნეობაში, მაგრამ მასიურად მაინც ეს ქიმიური საშუალება, რომელიც უპავს ნიადაგს. კი ბატონო. უპავს ადამიანობას, უპავს მცენარეს. ეს პროცენტულად ალბათ თუ ზოგადად არსებობს 100% აი ამ დამუშავების ნიადაგის, იქიდან ალბათ აი ესეთი თქვათ რენტაბელური და ეკოლოგიურად სუფთა პროცენტი ალბათ 1-2-ია, მეტი არა. და ეს პროცენტი არ ყოფნის, ხო, ის რაღაც გარკვეულ დონეზე უნდა აიწიოს, ну მინიმალურად ალბათ 51 დონეზე, რომ ეს პროცესი დაიწყოს 51%. კი, პროცენტზე მაგ. თუ კიდე მეტია, უფრო კაი იქნება, მაგრამ აქამდე მაინც ადამიანობა უნდა მივიდეს, რომ ეს პროცენტი აი ამ დონემდე აიწიოს. მე ახლა უნდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, მე ველაპარაკებ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ისეთ მეცნიერს, რომლის ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველებები ძალიან ცუდად მაქვს დასწრილი. მაგალითად, თქვენ 2018 წელს თუ არ ვცდები, ჩვენმა მეგობარმა, მწერალმა, ქალბატონმა ჟინვერი ქარსელაძემ გამოსცა წიგნი, რომელიც მოგეძებნათ თქვენ, გიანადრეშვილს და ამ წიგნში თქვენ ძალიან ცუდი წინასწარმეტყველება გააკეთეთ, რომ სოფლიო იდგა ახალი ძალიან მძიმე კატაკლიზმის წინაშე და ეს გვეწვია ჩვენ შემდეგ 2 წელიწადში. ეს იყო COVID-19, რომელიც მას უწოდებენ ასე მეცნიერული ენაზე და თქვენ მაშინ არათუ გამოიცანეთ აი ეს დაავადება
და მისი სიმპტომები აღწერეთ ძალიან კარგად და თან თქვენ წიგნს დაურთეთ რეცეპტი ამ ესე იგი ამ წამლისა, რომელიც განკურნება ადამიანს კოვიდისგან და ეს რეცეპტი იქნება შევახსენოთ ჩვენს ტელემოყოლებს რა შემდგომარება და მე კი ზებირად თქვენ რომ ბრძანოთ ამ შესახებ და მე კიდევ უნდა თქვა რომ იმ ახალი იმის შესახებ რა ქვია რომელიც გახდა ჩვენთვის ცნობილი ამ რამდენიმე დღის უკან და ამ ახალ დაავადებაზე ვილაპარაკოთ არ მინდა შევახშინოთ დავზაფრო მოსახლეობა იმიტომ რომ ახალი წელიდან ახალი წელი გვეყუნებს კარგზე მაგრამ მოდი ჯერ კოვიდის შესახებ ვისაუბროთ და კი მაგრამ მაინც უნდა ალბათ ადამიანობას ამ შემთხვევაში საქართველოს გავაფრთხილოთ რომ ეს პროცესი განგაშიც არის შემოკლათ კი ბატონო ახლო მომავალში დაიწყება თუ ისევ ჩვენ ოღონდ ჯერ კოვიდის შესახებ ვისაუბროთ რა განსხვავება იცით ერთი და იგივე არის კოვიდი იქნება თუ თქვათ სხვა ამ ახალ დაავადებას თქვა სპარსი ესე დაარქვეს რომელმაც თქვა აღარ არის დასამალია იმიტომ რომ ინსტაგრამით გავრცელდა თელ მსოფლიოში და უნდა ვთქვა მის შესახებ ესე იგი ამ სპარსის ეს არის ხელოვნურად შექმნილი დაავადება როგორც რომელიც გათვლილია დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანის დაავადებაზე საიდანაც ამათი გათვლებით 20 მილიონი უნდა დაიღუპოს და რას ყველაზე საშინელება არის და ყველა ადამიანის სიკვდილის საშინელება 15 მილიონი უნდა იყოს ბავშვი ესე იგი და თანაც სამსავარი ეს ახალი დაავადება მოქმედს ადამიანის ტვინებზე და ეს გავრცელებული ეს ამის გავრცელების არეალი უნდა დაწყებული იყო 2025-დან 2028 წლების შუაში უნდა მოქცეულიყო ეს ყველაფერი და შემდეგ ეტყო ვიღაცამ დააჩქარა და 2025 წლის 21 მარტი არის ამ დაავადების გამოცხადების თარიღით. ისე დაარქვეს, ესე ამბობენ. რომელსაც ქვია სახელი სპარსი. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ ამის საწინააღმდეგოდ? ჯერ შემოვიდეს ეს სპარსი და მე ამ სპარსის ესე ვთქვათ შესწავლა მოგცემ საშუალებას რომ გავუკეთოთ ანტიდოტი, то есть რაღაც ანტიდოტი ხო, მაგრამ თქვენ ანტიდოტი ხონდათ კოვიდისთან, კოვიდის შემოსული არ იყო. იცით მეახლოებით ნებისმიერი დაავადება პრინციპში, ხო? მით უმეტეს როდესაც არის გრიპზე ლაპარაკი. პრაქტიკულად პატარა სხვაობით არის ის ქრომოსომის დონეზე ცვლილებები. აი კარნახს აძლევენ ქრომოსომას და ეს ქრომოსომა ვერ იტანს ამ თქვათ ზემოქმედებას და კლავს მთლიანად ორგანიზმს. მაგრამ ეს მაინც ხდება ელექტრომაგნიტური ველი, დავარქვათ ელექტრომაგნიტური სხვა დასახელება ჭირდება, მაგრამ არავინ არ იცის რა ველია იქ, იმიტომ რომ ნებისმიერ კვანტს თავისი ველი აქვს და აი ეს ველი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მთლიანად ორგანიზმზე, ან თქვათ უჯრედზე, უნდა შეიცვალოს სხვა ველით, ხო, სხვა ელექტრომაგნიტური ველით, რომელიც აი ამ პროცესს ჯერ პირველ რიგში შეაჩერებს და მერე მისებს კარნახს ამ ქრომოსომას, რნკ-ს ან დნკ-ს, რომ შეცვალოს და აი ეს რომელიც შემოვიდა ინფორმაცია გარედან უარყოფითი, რომ ინფორმაცია მისცე რნკ-ს და დნკ-ს, რომ ის ჩართოს დამცავი მექანიზმი, რომელიც მაგ რნკ-ში და დნკ-ში უყედავს, მაგრამ ვერ ხედავს. და ამ პრინციპით გაილაშქრეთ კოვიდის წინააღმდეგ მაშინ? აუცილებლად. პრინციპი, როგორც ჩვენ შავ ზღვაზე ვილაპარაკეთ. კი, ხო, ვიცი, აი ეს პროცესი. მიტომ მოყოლე შავ ზღვას ეს ყველაფერი. იცით, აქ თავარი ინფორმაცია მისცეს სწორად. ინფორმაცია რომ დამცავი მექანიზმი, რომელიც ვერ ხედავს მტერს, მიხვდეს რომ ეს მტერია და ამუშავდეს ამ მტრის ესე ვთქვათ განადგურებაზე. ეს ესე მოხდა მთელ სამყაროში სხვანაირად რომ ყოფილიყო ადამიანობა არ იქნებოდა. ეგ ყოველ წამს, ყოველ წუთს სამყაროში ხდება. არსებობს ესე ვთქვათ აუტოიმუნური რაღაც გარკვეული პროცესები, როდესაც ორგანიზმი ვერ ხედავს მტერს და მტერი ამ დროს ესე ვთქვათ მრავლდება. იგივე ვთქვათ რაღაც გარკვეული ნაწილაკები რომელიც კოსმოსში მოძრაობენ და როგორც ადრე ვთქვით, რომ არსებობს ნაწილაკები, რომელიც ახლა ჩვენ ვზივართ ლაბორატორიას და ჩვენში გადის. და ღმერთმა იცის რა სტოვებენ ჩვენში. დადებიც თუ არ ყოფიც.
მაგრამ ფაქტია, რომ ზემოქმედება აუცილებლად კი, ექნება. იქნება. მაგრამ აი ამ ნაწილაკებზე, რადგანაც ეს ნაწილაკი ზოგადად მთელი ადამიანობა, რაც ადამიანმა წარმოიქმნა, გაიარა, რაღაც გარკვეული ინფორმაცია ქრომოსომას მიღებული აქვს და აქვს მაგის საწინააღმდეგო რაღაც გარკვეული ფუნქციები. თვითონ აქვს ფუნქციები. კი, აუცილებლად. ეცეთ ძალიან საინტერესო თემა არის, ძალიან საინტერესო. როგორ შეიძლება ორ უჯრედისგან წარმოიქმნას ადამიანი და ამ ორ უჯრედში კონდეს ინფორმაცია ხელზე, გულზე, ღვიძლზე. მთელი სხეულის ყოველი ნაწილი ასე რომ. ხო, სულ, მაგრამ ეს ინფორმაცია დევს და არა მარტო დევს, ის უნდა სწორად გაიზარდოს, სწორად წარმოიქმნას, სწორად განვითარდეს და აი ამ უჯრედში ეს ინფორმაცია დევს და აქ ძალიან საინტერესო თემა არის, იცით, თურმე აი ამ ქრომოსომის დონეზე, აი ამ DNK-ზე 99% ესე ვთქვათ მაგის შემადგენლობიდან არის ესე ვთქვათ ხაოტური და 1% იღებს თავის თავზე კონკრეტულად ეს მე არ ვამბობ, ეს ბიოფიზიკოსები ამბობენ, ну, იქ 1 ან 5% მეტი არა, თავის თავზე იღებს აი ამ პროცესს, რომ ადამიანი წარმოიქმნა. 1% თელი 1-დან ან 5 მეტი არა. და აი ეს დანარჩენი ვთქვათ, ну, 99 ან 15% რა ფუნქციას ასრულებს. და ну მაგაზე პასუხი არის, მაგრამ ისე ბრუნდები აი ამ დიდ ბიოფიზიკოს კრიკთან და ის თქვა, რომ აი ეს დანარჩენი ესე ვთქვათ შემადგენლობა აი ამ ქრომოსომის ეტყობა ინფორმაციას ღებულობენ კოსმოსიდან და ის ვიღაცა კარნახს აძლევს და ჩვენ აი აქ ისე ბრუნდებით ღმერთთან და ეს კარნახია, იცით, ეს კარნახი რო არა ყოფილიყო ჩვენ ვერ ჩვენთან იცით ეს პროცესი ანუ 95% ელოდება ინფორმაციას ღმერთისგან ღებულობს. კოსმოსური ეს კანონზომიერი, ეს სულ ეს ნებისმიერ ზოგადად ცოცხალ უჯრედში ეგ პროცესი მიმდინარეობს. და აქედან გამომდინარე, იცით, ვაკუუმშიც კი ვითომ ვაკუუმში არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ თურმე ვაკუუმში თავისი კვანტი ჩვეულებრივად გულაობს ამ ვაკუუმში. და თავის მისიას ასრულებს. დიახ. და იგივე არის ეს კოვიდი. ეს ვირუსი, რას აკეთებს ეს ვირუსი? ხდება ორგანიზმში და წყვიტავს აი ამ პროცესს. და ეს პროცესი თუ ზოგადად არასწორ მიმართულებით წავიდა, იწევს მე საბოლოოდ კიდე სხვა ფანტასტიკური შედეგები ჰქონდათ, როცა კოვიდს კურნალობდით. ესე იგი, ყოველგვარი წამლის გარეშე, ყოველგვარი ასე ვთქვათ, აღელვების გარეშე ავატყოფს გამოკითხავდით, მე თქვენთან მოვედი, როცა მოხდილი მქონდა კოვიდი უკვე. და ვიყავ ისე მდგომარეობაში, რომ ცოცხალს ვერ დაარქმევდა მაშინ ადამიანის მდგომარეობას, მაგრამ მე მესამე დღეს ვიგზენით თქვენი წამლებისგან, რომ უკვე ჩვეულებრივად ხდებოდი ადამიანი, რომელიც მანამდე ვიყავ. და თქვენ ესე ეს პროცესი მოახდინა თქვენმა ამ წვეთებმა ჩემს ორგანიზმში შემთხვევაში. აუცილებლად. აი იცით ამ შემთხვევაში ხო ღმერთმა ქნას ეს არასწორი ინფორმაცია იყოს, მაგრამ ნამდვილად თუ შემოვიდა ეგ სპარსი ну მე არ მგონია რომ პრობლემა იყოს მაგის საწინააღმდეგო რაღაცა გარკვეული. ამას იმიტომ ვაცხადებ ეხლებს, რომ ჩვენ ხალხი გვისმენს და საკმაოდ სერიოზული ხალხი. და აქ მე ამ ხალხს შეკითხვები აქვს და მათ გასაგანათმობ, რომ რა ვიცი, მე მგონი უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს ჩვენიდან დაწყებული ყველა ადამიანი ამ პროცესს, რომელიც დაგეგმილია სულ სხვა ადგილიდან. ну ამის წინათ მე ვთქვი, რომ სულ ყველაფერი მაინც ელექტრომაგნიტური ველია. კი ბატონო. ზოგადად კი არსებობს ქიმიური პროცესები და არსებობს ფიზიკური და კვანტური. და როდესაც ზოგადად ორგანიზმში შევიდა რაღაც გარკვეული ბაქტერია, რომელიც გამოიწვია ქიმიური ცვლილებები რაღაც პროცესებში და ეგ პროცესი არასწორად წავიდა, მაინც სათავეში დგას იცით აი ეს კვანტური ველი. კი ბატონო. იმიტომ რომ აქედან იწყება სულ ყველაფერი და თუ ეს ველი ვერ ხედავს მტერს,
ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ინფორმაცია. ხელოვნურად თქვენ ნუ დავარქვათ ხელოვნურად, ის მე შემიძლია ავიღო დაამზადო პრეპარატი და რომელიც შეიცავს იმ ველს, რასაც ეხება აი ამ კონკრეტულ დავადებას. ეხლა პრინციპი ალბათ იგივეა, ხო, როცა ჩვენ მაგალითად პამიდორი მქონდა მაშინ დარგული რა ქვია წეროვანში ისიც ამ პრინციპით ეძლებოდა ინფორმაცია. ამ შემთხვევაში პამიდორი გაიზარდა კილოგრამიანი. ახსოვს ჩვენ მივეცით იმ უჯრედს ინფორმაცია. იგივე დონეზე იგივე. იმ შემთხვევაში ჩვენ მივეცით ინფორმაცია ზრდის. დიახ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიმოქმედეთ იმ თქვათ ტრიპი დავაძინეთ. კი. ეს არსებობს საშუალება რომ ისე კარნახი განვითარების და საშუალება მისი დაძინებას და განადგურებას მოხდება როგორც კოვიდის პაციენტებს. აუცილებლად იცით მე ძალიან ბევრი პაციენტი ყავდა შიციანი და ითვლებით რომ ეს შიცი ზოგადად თქვენთვის ახლა მე ვიცი რომ თქვენთვის ცხვირის მოხოცვასავით არის შიცის დამარცხება. შიცი ძალიან იოლი სამკურნალოა. მაგრამ მე გავკვირდი როცა ჩემი ოჯახისწორი თქვენ გადაარჩინეთ 40 წლიანი ასთმისგან. ერთი კვირის შემდეგ ასთმამ გაუარა საერთოდ. ასთმა არის ალერგიული ხო რაც არის ალერგიული დავადება. ნებისმიერ ალერგიული დავადება იმკურნება. ეს იგივე აუტოიმუნური პროცესია, როდესაც ორგანიზმი ვერ ხედავს მტერს. მიეცით ეს ინფორმაცია ორგანიზმს აი ამ თქვათ ველის სახით და ის მიხდება რომ აი ეს არის ნამდვილად მტერი, რომელსაც უნდა ებრძოლოს და მოერევა შავი ზღვის დავადება. კი ვიცით ჩვენ ესე არის მომატებული წყალბადის ზეჟანქი, ანუ სულფიდი და მისმა აფეთქებამ და უფრო მომატებამ და გარღვამ შეიძლება გამოიწვიოს დაუვა პლანეტის. აი ამას რა დაავადება ქვია? მეორენაირად მეცნიერულ ენაზე. ამ პროცესს. ნუ ეს რას დაარქმევთ ეს? დავიწყოთ, ნუ ეს ქიმიური პროცესია. ქიმიური, იმიტომ რომ ესე თქვა ჩვენ ადამიანობა არასწორად ქიმიურ პროცესებს ანუ არასწორად ჩაერია ბუნებაში ქიმიური პროცესებით ადამიანი. მაგრამ აი ფიზიკური, ნუ კვანტური მექანიკის საშუალებით შეიძლება აი ეს ქიმიური პროცესი შეიცვალოს. და რეალური პროცესია, იცით, ძალიან საინტერესო არის. აი რო ავიღოთ ეს წყალი. დიახ. და რო დავაყენოთ მზეზე ერთი დღის განმავლობაში. ეგ წყალი შეიცავს ამ მზის ინფორმაციას, უხვე. მაგრამ ეგ წყალი ჩვენ რო დავლიოთ, ეს ინფორმაცია ვერ შეასრულებს თავის მისიას. დიახ. რატომ? იცით, იმიტომ რომ ეს არის მოლეკულარული დონე. აი ჩვენ თუ გადავიყვანოთ ეს კვანტურ დონემდე, მაშინ ეს წყალი იმოქმედებს როგორც მზის სხივი. და შეგიძლიათ გააკეთოთ ცდა, აიღეთ ბოთლი, ნებისმიერი პლასმასის ბოთლი. პლასმასის ხო არ იყოს გამჭვირვალე, იყოს სხვა ფერის და ასხით შეგინით წყალი და დადეთ მზეზე. ერთი დღე გქონდეთ. თავდახურული თუ სულ ერთია. ერთი დღე იდგეს მზეზე. და მე აქედან აი ამ გომეოპათიური პრინციპით გააკეთეთ თქვათ მე-6 გაზავება. და ისევ გახსენით გაზავება, ანუ გადავასხათ, გამოვლოთ წყალი იგივე რაოდენობით, გადავასხათ ასე 6-ჯერ. ნუ და ბოლო დავტოვოთ. კი. და მე-6 მე-7 გადავება, დაასხით მცენარეს და ნახავთ რა ფუნქციას შეასრულებს. და რა შეასრულებს? იგივე ფუნქციას, რასაც ასრულებს მზის სხივი. მისებს სიცოცხლის უნარი. გასაგებია, სიცოცხლის უნარი. და აი მე პრიმიტიულად ძალიან პატარა მოგიყვით, რომელიც რეალურად და როდალიოს ადამიანმა წყალი უკვე მე-6 მე-7 გაზავება. გარკვეული ცვლილებები ექნება, იმუნიტეტი გაძლიერდება. უკეთესი. კი. მაგრამ როგორც მცენარეზე ეს მოქმედებს, როგორც ბიოსტიმულატორი, იგივეს გააკეთებს ადამიანის სხეულში. საინტერესო სამწუხაროდ დრო ჩვენ შემოგველია დღევანდელი გადაცემის განკუთვნილ დრო და შემდეგ გადაცემას ისევ გავაგრძელებთ ამ სპარსის შესახებ ვისაუბრეთ, რახან ახალია და რამე თუ გვიზის აქვს ჩვენ მეცნიერ რომელსაც შეუძლია ამ სპარსისგან ადამიანის გაკურნება და შეიძლება მან თქვას ყველაზე კარგი სიტყვა თემსოფლიოში ამ დაავადების წინამდე ბრძოლაში. გიანადრეიშვილმა
ეს კაცი მასწავლებელი სამასწავლებლო. ამიტომ მე მინდა დაგემშვიდობთ თქვენ და მოგიწევთ შემდეგ გადაცემაში, რომელიც ზუსტად ამავე დროს შემდეგ პარასკევს გავა ზუსტად ამავე ტელევიზიით. მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ და ბატონ გიას დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.